დღეს მეორე პირი, ვინც არის ჩვენთან სტუმრად ახსნა განმარტების მოსაცემად, გახლავთ მოქალაქე ჯემალ ციკლაური, ის წარმოადგენს საქმე საკუთრების უფლების დარღვევასთან და არა მხოლოდ მისი უფლებრივი მდგომარეობის უხეშად შელახვის ფაქტებზე გაგვესაუბრება და სამდინოს ვთხოვ, თუ ბატონი ჯემალი უკვე მოგბრძანდა მოუხმონ მას დარბაზში, შემოაცილონ და თხოვოთ მას, რომ დაიკავოს მისთვის კუთვნილი ადგილი. ამასობაში ჩვენ საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჩვენი სხდომა გადაიცემა პარლამენტის ტელეარხზე. ეს არის საქართველოს პარლამენტის სატელევიზიო არხი პირდაპირ ეთერით. მისი თანამშრომლები ჩვენზე ზრუნავენ ყოველდღიურ რეჟიმში, როცა სხდომას ვატარებთ და მათ უნდა მადლობა გადაუხადოთ და ასევე მაესტროს ტელევიზიას, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცემს ჩვენს სხდომას. ბატონი ჯემალ ციკლაური მოგბრძანდა, მოგესალმებით ბატონო ჯემალ. პროცედურა გახლავთ ასეთი, პირველ რიგში მადლობა მოგბრძანებისთვის და უნდა გაგაფრთხილოთ იმის თაობაზე, რომ ამ კომისიის წინაშე ცრუახსნა განმარტების მოცემა განზრახ არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდება უარი პასუხს კითხვაზე გახლავთ ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ის რომ მე იმის შესახებ რომ მე თქვენ გაგაფრთხილეთ და თქვენ ეს მოისმინეთ და გაიგეთ, ამის დასტურად გთხოვთ თქვენ ხელმოწერას იმ დოკუმენტზე, რომელიც წესით თქვენ წინვე გიდევთ და შევსებული უნდა იყოს, იქ წერია თქვენი გვარი, სახელი, მე მგონი აი მარცხენა ხელი სადაც გაქვთ, იქ უნდა იყოს ეს საბუთი, აბა დახედეთ ან მარჯვენა ხელთან. სადაც თქვენი გვარი და სახელი წერია, ბოლოში ხელმოწერაა და იქნებ მოაწეროთ ხელი. კალამი თუ არ გაქვთ, თქვენ ხომ გაქვთ კალამი, ათხოვეთ. ხელი მოაწერეთ როგორც აწერთ ისე. თავში ხომ წერია თქვენი გვარი და სახელი. გაფრთხილების ტექსტი წერია ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო. კარგი, ბატონო ჯემალ, მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ასეთ ფორმატ შემოგთავაზებთ, რომ თქვენ 10 წუთის განმავლობაში, თუ გნებავთ 15 წუთი, თავისუფალი თხრობის რეჟიმში, რომ გითხრათ რა და გატყდათ თავს იმ დროს და შემდეგ დავსვამთ კითხვებს. გთხოვთ. სანამ თხრობას დავიწყებდი, ორი განცხადება მინდა გავაკეთო თუ შეიძლება. აწიეთ მიკროფონი. ორი განცხადება მინდა გავაკეთო, სანამ თხრობას დავიწყებდი. ერთი ის, რომ რასაც დღეს თქვენ მოგითხრობთ, ყველაფერი გამყარებული არის. ვიდეო მტკიცებულებებით პროკურატურაში ეს გამოძიება მიმდინარეობდა 2012 წელს, რომ დაიწყო ქართული ოცნების მერე და ეს ყველაფერი არის ვიდეოთი და ყველაფერი, რასაც ვიტყვი, აბსოლუტურად გამყარებულია ფაქტებით. და მეორე, ბოდიში უნდა მოვიხადოთ, აი სულ გადატანილი ვარ და შეიძლება კაფით ვერ თქვა რაღაცა და ბოდიში ვიხდით ამას. მოკლედ, ჩემი საკუთრება გორის საკოლმეურნეო ბაზარი შევისყიდი 1996 წელს კონკურსის წესით. იქ იყო დამწვარი იყო ეს ბაზარი, ვისი აღდგენა მქონდა დავალებული და რა თქმა უნდა შევასრულე და მუშაობდით. 2004 წლის თებერვალში, დაიწყო უკვე ჩემზე ზეწოლა, სააკაშვილის ხელით მოვიდა. მოკლედ დამებარა მიშა ქარვანმა გუბერნატორმა და მითხრა, რომ უნდა დათმო ობიექტი ჩააბარო სახელმწიფოს თუ არა და პრობლემები გექნება. მე რა თქმა უნდა უარი ვხარ, იმიტომ რომ რა უნდა დამეთმო არ ვიცოდი, მაგრამ დაიწყო აი სერიოზული როგორი მაგალითად იცი რა ქუჩაში რაღაცას ყიდიდა და უშოთ თებს ყიდიდა ჯემალ ციკლაურის მაფია აცხადებდნენ ტელევიზიაში ჟურნალისტები რაღაცები მოკლედ ამის გამო გადაწყვიტეს შემოსვლა ჩემთან საწარმოში და შემოწმება ჩაეტარებინათ, მაგრამ მე მოთხოვე სასამართლო განჩინება და არ შემოუში. ამის მერე
ჩდება ესეთი მომენტი, რომ მეძახიან სამსახურში, რომ ჯემალ ვიღაცაა შემოსული და აწიოკებს ბაზარს. გამოვიდი შევხედე და მიშა ქარელი, გუბერნატორი, გარშემო ყავს პროკურორი, გარშემო ყავს ტელევიზია, ყველა ის მათ ემორჩილებოდნენ მაშინ და ეგ არის 2004 წელი უკვე თებერვალი. ხო და თებერვალის დასაწყისი იყო. მოკლედ წარმომიდგენეს ისე და მოკლედ აწონეს მოხუცესთან მივიდა ვიღაც ალუდა ჯოხაძე, რომელიც შემდგომში დანიშნეს კრიმინალური სამსახურის უფროსად, ალუდა ჯოხაძე ეგეთი, ამის მერე უკვე და შემდეგ თაღლითობის მოხდით დაიჭირეს სხვათა შორის ეს ჯოხაძე. არა პატრიოტიანი კაცი იყო, რომელმაც თვითონ 10 კილო ხორცი იყიდა ბაზარში და 300 გრამი მოატყუა გამყიდველმა და როგორც ვერ დავინახე ვიღაც ამბობდა რომ დავნახულოთ თეთრით გადაგთო პატარა ნაჭერი რომ დაკლებული იყო ვითომ თუ რა ვერ ენამდვილად არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მე მის თქმა მინდა რომ ამის საფუძველზე ამ ალუდა ჯოხაძემ მასკნა რა ქვია დაწერა საჩივარი რომ რახან მე მომატყუეს 300 გრამ ხორცში შეიძლება ჯემალ ციკლაურის ფინანსური დარღვევები ქონდეს და ხორცი რა კავშირი გქონდათ ამ ხორცთან ვისი იყო ეს ხორცი გამყიდველი რომელიც მოვაჭრე იყო და ვაჭრე თქვენ არ გქონდათ კი მოვაჭრები ხოდგანა და ეხლა მაქსიმუმ ვიდეოში ჩანს მაგრამ გამოძიებაში რომ ქარელი მეჩხუბება რომ შენ ახარ თაღლით იბდო ხაცი მოვატყუე მე ვეუბნები გასო მერაშუაში ვარ გამყიდველია ჯერ ერთი არც ვიცი მოვატყუა თუ არა და მერაშუაში ვარ არის შენ დასაჭერი ხარ მე მოკრება და მოკლედ ამის საფუძველზე შემოვიდნენ საგადასო სამსახური და შეამოწმეს და დამიდგინეს სახელმწიფოს დაუმალე ვითომ 300,000 ლარამდე იყო მაშინ ის გადასახადი. თანაც ახლა 300,000 იყო მაშინ გათვლილი ამ 4 წელიწადზე, ხო? და ამ 4 წელიწადში საგადო მომოწმებდა მე საგადასახადო რომელიც აქტებს წერდა და თუ რამე დარღვევა იყო ჯარიმე ვიხდით. მოკლედ ამის საფუძველზე დამაკავეს დამიჭირეს ორი სასამართლო სამთვიანი პატრონობა მომისაჯა. მე გავასაჩივრე თბილის დამიჭირეს უკვე რა ქვია მციხეს კაცო ერქვა გადანაკი რა ერქვა ამის როცა მეხუთე იზოლატ ხო იქ მციხეში მოვხდი და მეხუთე დაწესებულება ორთაჭალაში დიახ სხვათა შორის პირველი მეწარმე ვიყავი საქართველოში რომელიც დამიჭირეს სუ პირველი 4 წლის 23 თებერვალი რო დამაკავეს მოკლედ მე მინდა რომ ძალიან მოკლედ მას ხოდა მაგრამ რაღაცები მაშინ ხო ამის შემდეგ ციხეში ყოფნის დროს რა თქმა უნდა იქ დიდი ზეწოლები იქ ადგილობრივი შავი სამყაროს მიმართ ზოგი ფულს ითხოვდა ზოგი კამათლებს მოგაყრიდა წააგებული ზოგი ის თანაც პირობები მოგეხსენებათ მაგრამ მე გამიმართლა ის რომ მახალეების დროს არ ვიყავი თორემ მე ცოცხალი ვერ გამოვიდოდი მე რა ბაღათური იყო დიდი პატრონად კაცი ორთაჭალაში იყავით კი ორთაჭალაში მე რა ბაღათური კიდე ნუ ეგ ხალხი იყო რომ ცოტა გვერდს მიმაგრებდნენ რაც ჩუმად რა თქმა უნდა იმიტომ რომ უკვე ხო იქ მოგზავნები კიდე გეუბნებთ შემოდიოდა დღეში პროკურორი მიშა ქარელი ჩამოდიოდა მოაწერე ხელი ამას ქენები ჩამოდიოდა კენ პროკურორის ამბავი მაგრამ ყველაზე დიდი პიკი იყო ის რომ არა ჯერ არ მომიწერია აი მას ყვები ზუსტად კი ხელი მოაწერე სახელმწიფოს აჩუქე ქონება აჩუქეს სახელმწიფოს და ამას გთხოვდნენ ორთაჭალის ციხეში მოკლედ რა თქმა უნდა ვერაფრით ვერ დამიყოლი ეს და არ ვთანხმდებოდი მაგრამ ერთ-ერთ დღეს ღამე უკვე 11 საათი იყო თუ 10 საათი ღამე პატრონი შემოვიდა და დაბარებული ხარ გენ პროკურატურაში მეუბნება ნუ გამოდივარ ბაღათურია კაპიტლებული დამხდა დანაშაული იყო ღამე უკვე გაყვანა პატრონის და გადამიყვანეს გენ პროკურატურაში მეშული იზოლატორისაც აიყო და მანამდე ფსიქოლოგიური ზეწოლა რო ვახსენეთ ეხლა იქ მიყვებოდნენ რომ იცი მეშული იზოლატორში დენსაბავენ სხვიზე დაბლა ადგილებში რომ გამოტეხო რა ეს უკვე აი ზარით აკეთებდნენ ამას რომ შეფშინებული ვიყავი თუ რაღაც მოკლედ რომ გადამიყვანეს უკვე ვიფიქრე რომ მე საწამებლად მივყავდი იქ რა და ამიყვანეს
გენპროკურორის კაბინეტში ოქროაშვილი ეწერა იქ და მოკლედ დიდი ხანი ვიჯექი ალბათ დრო აღარ მახსოვს ალბათ 1-2 საათი მაგრამ არ მიღებდა ჯერ მე გამოვიდა მორიგე და მითხრა რომ საბძანდი თავის ხარ ეგეც ტოპ ფსიქოლოგიური მომენტი იყო რომ გადამიყურეს მაგრამ იქიდან წამოვედი და არ შევხვდი ვერ შევხვდი არ შემოხვდი ბატონო ჯემალ პატიმარი ხართ ამ დროს კი პატიმარი ღამი საკანი გააღეს და გადავყევარ ეს იყავით ამ დროს მე-7-ში თუ სად იყავით არა მე-5-ში ხართ ამ დროს ორთაჭალაში ისევ და გადაგიყვანეს მეორე მხარეს სადაც იყო გენერალური პროკურატურა და თქვენ დაინახეთ რომ კაბინეტს ეწერა ოქროაშვილი და იქ მისაღებში იჯექით ბატონო მისაღებში იჯექით კი მისაღებში ვიჯექით ამ ორკილები გეკეთათ არა მისაღებში უკვე აღარ მეკეთა რომ შევდიოდი მაშინ მოხდეს ბადრაგმა რომ ჩააბარა იარაღი მაშინ მოხდეს ბორგილები ბადრაგი თან გახლდათ ბოლომდე იქ იჯდა მისაღებში და თანაც იქიდან ურეკავდა ციხის უფროსი რომ რა შვები ნარიულობდა იმიტომ რომ დარღვევა იყო რა თქმა უნდა დარღვევა ხო და არა ჯერ არ დაუძახე და 2 საათის მერე დაახლოებით გამოვიდა მორიგე და გამომიშვეს მოკლედ ამის მერე იწყება კიდეც სხვანაირი ზეწოლის ფაქტები ის თვითონ შემოდის პროკურორი ახალი დანიშნული გორჩი ვინც იყო მოყავს ნოტარიუსი თავის მოადგილე პროკურორისა და თხოვენ მოვაწერო ხელი ხონების შუქებაზე იქ ჩვენი საუბარი როგორც მოხდა იქ ნოტარიუსი ვინ იყო ხომ არ გახსოვთ მახარაშვილი იქ აი საბუთებში როდესაც პროკურორი ლაპარაკობს მახარაშვილი როგორც ციური ბერიძე არ იყო ესე იქ ბატონო არაფერი შემდეგ ხო აი ეს ყველაფერს წაგანაც ვახსენე სულ ყველაფერი ვიდეოთია გადაღებული და ნაჩვენები ყველა დაკითხულია ყველა პასუხობს ამას და მოკლედ მე არ მოუწერე ხელი და ამ დროს აი ძალიან ვთქვით ხალბატონო თექრო თქვენ წაიკითხოთ ეს აუცილებლად მინდა რომ ეს გაჩვენოთ რა შეიძლება აი შავი იმით რაც არის თქვენ წაიკითხეთ მე ეს პროკურორი რასაც ჩვენი საქმისა და პატარა მონაკვეთია თქვენ წაიკითხეთ უშენ აი შავად რო არის ერთი თვე მოსამართლე ვიყავი ამაზე ეს პროკურორი წერს კიდე ერთი თვე მოსამართლე ვიყავი და პროკურორიც გადმოსვლისთანავე დაკვეთები წამოვიდა ერთ დღეს ოქროაშვილმა მითხრა ჩახვალ ახლა ციკლაურთან თქვენზეა საუბარი ხელს მოაწერს და ეგ საბუთი წამომიღეო თუ მოაწერა ხელი გამოუშვიო ჩავედი თბილისში და არ მოაწერა ხელი ანუ თქვენ ხელი არ მოაწერეთ მე არ მეუბნებოდნენ რომ მე მუშავა ციკლაურზე ქარელი იყო ამაზე მიმაგრებული მაგრამ მისი ცოლის დაჭერა დამავალეს ანუ პროკურორს დაავალეს რა კი თქვენ ხელს არ ეწერთ თქვენი მეუღლის დაჭერა ვუთხარი ოქროაშვილს ალბათ ირაკლი მე ქალს ვერ დავიჭერ მეთქი ხო და ბოლოს მოაწერა ხელი თქვენზეა საუბარი და ღამევე გავათავისუფლე დილით უკვე სახლში იყო რომ გამოვუშვი ოქროაშვილს ეწყინა მაგას გადაგდება უნდოდა ჩემიც და ციკლაურისაცო ამის შემდეგ უკვე დაიძაბა ჩვენი ურთიერთობა სულ 4 თვე ვიყავი პროკურორი ეხლა რატომ წაკითხეთ ბატონო მაშინ ქრონიკა იყო გაზეთი ქრონიკა იქ მისაკი ჩვენება და როცა ამ ხელის მოწერას თხოვდნენ მე დარწმუნებული არ ვიყავი რომ ხელს მოუწერე და მაინც გამომიშვებდნენ რა მაგრამ საბოლოო პიკი გახდა ის რომ უკვე ჩემს მეუღლეს ახან უკვე დაემუქრდნენ უკვე ყავდა ნაცნობობა და მომწერეს რომ ჯემალ იქნებ გადამალო შენი მეუღლე თორე წამალ შეუდებენ დაიჭერენ იქ სიძეებს და უწყესდებნა შვილებს და მე მოვაწერე ხელი კი ბატონო ეს ხელმოწერა რომელ წელს ხდება ისე 2004 იგივე წელია 2004 4 თვე და 3 დღე მომიწია ჯუდომასი თებერვალში ხო დამიჭირეს და ივნისში 26 ივნის გამომიშვეს ციხიდან ღამის 3 საათზე გამომიშვეს სხვადასხვაშორის ეგეც დახოვე ამ დროს ციხეები ეკუთვნის იუსტიციის სამინისტროს ხომ ბატონო სოზარ და მინისტრია ბატონი გიორგი პოპუაშვილი
გიორგი პაპუაშვილი, სასამართლოს თავმჯდომარე. რომელსაც ბინა აჩუქეს, რა შეაჩუქეს, არ ვიცით. დღეს პროფესორი ახალგაზრდებს ასწავლის. ნეტავ თქვენი სისხლის სამართლის кейსი თუ აქვს ერთ-ერთ кейს თადით, როგორც თვითონ ეძახიან. შემდეგ ბატონო ჯემალ ციხიდან რომ გამოვიდი ქალბატონოთია, რატომაც ვიღაცა მომაწოდა აზრი რომ ერთი მაშინდელი კანონმდებლობით ეხლა არ ვიცი როგორ არის რომ გაჩუქებული ერთ წლის განმავლობაში თუ მოითხოვდი უკან დაბრუნებას, უნდა დაგებრუნებინათ, მაგრამ მოიხსენებათ ის 2000 წლები მაგათი ბატონობა ხან ხარვეზი დაადეს იმას ხანებას და დაიწყეს აგივე თავიდან მუქარები ისევ დევნა და ყადაღეს შემიქონება და ყველაზე მთავარი კიდე არის ის რომ ეს ხო ვაჩუქე უკვე და სახელმწიფოს ერთი წლის მერე შედის აი იმ პერიოდში როცა უკვე მე დავიწყე უკან დაბრუნებაზე შედის საგადასახადო ინსპექცია და აჯარიმებს ამ ორგანიზაციას სავაჭრო ცენტრი ერქვა და ეს 300,000 ლარი ისევ მე დამაწერეს. მე აბსოლუტურად აღარა ვარ იქ ერთი წლის მერე, ესეც დოკუმენტებში ჩანს ყველაფერი. და ამ 300,000 ლარის დაბრუნებას მომდი როგორც 3 წელი დავდივდი სასამართლოში როგორც ჩამომეწერა ვეუბნები მაშინაც განხილვაში რომ გასულ რა დავაშავე მე დაჩუქები მაქვს უკვე შენ ბუღალტერს აქ ხელი მოწერილი ვეუბნები ჩვენ რო ვაქ მე და შუაში ვარ ვეუბნები ხო ვაჩუქე ხო აღარ ვარსებობ მოკლედ 3 წელიწადი ვდი ამ საქმეს და მე შემეხო ქონების სამინისტრები იყო რაღაც ჩამოვაწერეს მეწარმეებს თანხები და ამ პერიოდში ერთმა ჩემმა ახლობელმა ქალაქის მერი იყო სამხატვროში დამაწყებინა მუშაობა არავინ არ მიიღებდა სამუშაოზე რაღაც არ მისულიყავი სპეციალისტად დავიწყე მუშაობა და ხელფას რო ვიღებდი ყველა დაყადაღებული ვერსეთი კაპიკი ვერ ავიღე ხელფას 3 წელი ისევ მუშაობ სახანძროში მე სახლის დაყადაღება მოიდომის შემ მაგრამ ერთი რაღაც მაპატიეთი შეიძლება რამდენად მართ სწორი რო თქვა ახლა მაგრამ ციხიდან რო გამოვიდი სხვაზე გადავაფორმებინა თუ ბინასაც მართმევდა ესე უსახკაროდ რჩევოდი ხო მე ცოტა ხანში გამოაცხადა ეკონომიკის სამინისტრო რომ იყიდება ეს გორის ცენტრალური ბაზარი მე ვითხოვდი რომ იქნებ არ გაიყიდათ ბატონ სუზართან კიდე ბრიფინგი მქონდა სხვათა შორის ამ თემაზე ბატონმა სუზარმაც მიმართა ეკონომიკის სამინისტროს რომ არ გაიყიდათ მაგრამ ვინგუდოპური გაიყიდა და მიყიდეს ვიღაც ისრაელის პროექტის მენეჯმენტი იყო რეგისტრირებული თესეუს შენობაში იყო ხომ ეს ჩიკობავას მეცნიერების ინსტიტუტის შენობაში მაგრამ როცა ჩემი ადვოკატი მივიდა მოძებნა იქ კაცშვილი არ მისულა არასდროს და ფიქტიურად ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია იყო რა და ესე მოხდა რა მე ვეღარ სამართალს ვეღარ მივახცე ერთი რომ 2012-ში რომ დაიწყო გამოძიებას შევიტანა განცხადება და იქ ყველა აბსოლუტურად ყველა საბუთი რაც მე ხლა ვლაპარაკობ დოკუმენტალურად ვიდეო მასალით არის დამოწმებული გასაგებია მადლობა ბატონო ჯემალ კითხვები ბატონი სოზარი ბატონი ჯემალ სასამართლო პირველი სასამართლო როცა იყო როცა მე რამდენადაც მახსოვს მოსამართლე აპირებდა თქვენს გათავისუფლებას აი რა მოხდა დამავიწყე ყველაზე მთავარი ქალბატონოთია აი ყველაზე მთავარი ნერვიულობა და გამომიჩა მოსამართლემ ერთხელ მითხრა რომ ხო როცა ციხეში მოვხდი მე კერძო ექსპერტი დავიქირები რომელმაც დაადგინა რომ 300,000 კი იყო 37,000 იყო ამ 4 წელიწადში დავრღვევოდა ეს 37,000 მაშინ ახლა კარგად გამიგეთ შემოსავლის ბიზნესი იყო ჩემი და თვეში გამოდიდა 800 ლარი რო გადამეხდა ახლა პრობლემა იყო როცა 15-20,000 მიჯდებოდა გუბერნატორებს ემიში კარგად გამიგეთ ახლა ეს თემა არაფერი არ იყო ხოლმე მაშინ ჩემთვის მაგრამ უბრალოდ აქტები იყო დაწერილი რომელშიც არ ჩანდა რომ იქნება ესეც არ გამოგშეთ როგორ გიჯდებოდათ და რატო გიჯდებოდათ ესეც რო გითხრათ საზოგადოებას ას გუბერნატორების შენახვა მიჯდებოდაო არა ნუ აი ხო პოლიციას დახმარება ჭირდებოდა იმას დახმარება ჭირდებოდა არა დავკონკრეტეთ ეს როგორ არის დახმარება რას ნიშნავს? ყველაფერს თავის სახელი აქვს, ხო? არა, მაგათ გამოგზავნე ვიღაცა სისხლის გადასხმა ჭირდება ფერიდან, ვიღაცა აღონტყოს მე უნდა დამეფინანსები და იმას ჭირდება და ეს ხარჯები გროვდებოდა და აი მას ვიზახი რომ მაშინ პრობლემა არ იყო ჩემთვის ეს გადახდა რომ ყოფილიყო დაუშვათ 37,000 ჩემთვის სერიოზული თანხა გადასახდელი ამ 20 წლის განმავლობაში. ბატონჯობა, ვინ გიკავშირდებოდათ რომ დახმარება ჭირდება აღონტყოს თუ იმ მიმართულებით? ბარა მაშინ მერია არ მახსოვს ვინ იყო სანამ სააკაშვილი მოვიდა ამას ვლაპარაკობ. ერთი ადამიანი იყო ვინც
ამ ინფორმაციას გაწვლიდა და ამ დახმარებას გთხოვდათ თუ სხვადასხვა ადამიანები? მოსახლეობაც მოდიოდა თვითონ იქ ბატონო ჯემალი მაშინ მარტო ჩემი სამსახური მუშაობდა ძირითადად ეს უაყინული იყო ყველაფერი. მოსახლეობა მოდიოდა თვითონ დახმარებას ითხოვდათ ასე კი. ხო და მოსამართლე მითხრა რომ თუ წარმოადგენ ესა იმპერატორული კანონი იყო რომ დამაწერეს თანხა გადახდა რომ დავიწყე მომცე 10 დღის ვადა. ამათ დღეში მე დავიწყე, გადახდა და მესამე დღეს დამიბარეს და დამიჭირეს. დამაკავეს პროსურად. ხო და ამის მერე კომისია რა ქვია იმას კერძო ვინც ამოწმებს რა ქვია აუდიტი ხო აუდიტი მოვიდა მაგრამ დაადგინა რომ 37000-ია სულ ვერ დაწერდა უარსო დარღვევა არაფერი ყოფილიყო. მოსამართლემ მითხრა ამას გადახდა წარმომიდგინე და დარბაზიდან გათავისუფლებ. ველოდებით ჩანიშნულია სასამართლო ადვოკატი მოდის ჩემთან ველოდებით სასამართლოში ვზივარ ადვოკატი აგვიანებს და ბოლო-ბოლო არ ჩამოვიდა ადვოკატი როგორც გავიგე მე ეს ადვოკატი დააშინეს და არ გამოუშვეს იქიდან რომ სასამართლოზე არ ჩამოსულიყო. და ყველაზე მთავარი კიდევ მე შემდეგ ჩამოსვლაზე უკვე ჩემ ოჯახის წევრებმა წამოიღეს ეს გადახდის ხვითე რომ გადახდილი მქონდა 37000 და მოსამართლე დგას აი ესე ზუსტად და კითხულობს განაჩენს გამოკითხები და ამ დროს პროკურორი ზის და არ უსმენს სასამართლო პროცესს ვიღაცას ლაპარაკობს ტელეფონით. ხო და მოსამართლე დაიწყო განაჩენის გამოცხადება და ერთი აბზაცი ხოდა დარჩენილი შემოწმდა სპეცნაზი და მოსამართლე გაიყვანეს ხელის კვრით. მოსამართლე ხოცებოდა რომ იქნებ დამაცებოთ ერთი აბზაცი გადამჭი არა ბომბია მაშინ რა ქვია სასამართლოში და უნდა დატოვა დარბაზი. კი მოსამართლე აპირებდა გადაწყვეტილების მიღებას რომ რა კი თქვენ გადაიხადეთ ის თანხა რომელიც კი 300,000 კი არ აღმოჩნდა დარღვევა არამედ 37000 თქვენ ეს ჩარიცხეთ და მოსამართლე გათავისუფლებდათ და სანამ წარმოთქვა მანამდე ვითომ ბომბი იყო და ცრაზმი შემოვიდა და გაიყვანეს ხელის კვრით. ჩაიშალა სხდომა. კი, ბომბიო მაშინ და სასამართლოში. მეორე დღეს ისევ წამომიყვანეს სასამართლოზე და მოსამართლე ესე გამიგრძელა ისევ სამთვიანი პატიმრობა. ისე მეცე ხრები. ხრები აიჩიჩ. რა ვქნა? აი მაჩვენა. ბატონი ილია. რამდენიმე კითხვა მაქვს. ამ ქონების გარდა სხვა ქონება ქონდათ? ხო, აი ეს კაი კითხვა არის. სხვათა შორის გორის დილა არის ეგეთი ჩვენი ფეხბურთის სტადიონი, რომელშიც 11 კაცი ვიყავით ხოლმე მოწილე, მაგრამ ფაქტიურად შემოსავალი კი არ ქონდა. ფეხბურთელებს უთვლით ხოლმე თანხას, ხელფასებს და მაშინ ჭირდა ხოლმე და რო გაიგეს რომ ეგეც მქონდა, ეგეც მომაწერიდეს ჩავაბანებინეს. ფაქტიურად ხარჯის მეტი არაფერი იყო ის, მაგრამ ეგეც მომაწერიდეს ხელ. და იყო კიდე მეორე ობიექტი საქონლის ბაზარში ძახდნენ, რომელიც ეხლაც მიგდებულია და ძალიან შორს არის და არავის არ ჭირდება. მაგაზეც ხელი მომაწერიდეს, რომ ერთ სიხისმე რო გამოვიდი და მომიტანეს და მომაწერიხე. ამ პერიოდში ეს თქვენი ისტორია რაც მოყევით, შეხება გქონდათ თუ არა საფინანსო ინსტიტუტებთან, ბანკთან, ან ხო არ დატვირთეთ რამე ქონება არა არაფერი მქონდა აბსოლუტურად და აი რომ მოვიდნენ დასაყადებლად რომ მოვიდნენ აღარ დაგჭათ არაფერი დასაყადებლად ბინაც ხო გითხრა აღარ შემზე აღარ ვთქვი ბინაცაც ემართებოდნენ რა უბრალოდ ერთი იყო რომ იმაზე შეხება მქონდა მაშინ როცა ეს ყველა დამაწერეს კიდე 300,000 მეორედ რომ მე აღარ ვიყავი მაგაზე მივდიოდი და ვაწუხებდი მაგრამ აზრი აღარ ქონდა არაფერი ვის ფლობელობაში გადავიდა მაშინ ხელი რომ მოგახსენებთ მე მაშინ მე სახელმწიფოს მაჩუქებინეს ნოტარიული აქტით და მე გაიყიდა და არის ესეთი ოფშორში დარეგისტრირებული ისრაელის კი სახელმწიფომ გაყიდა დიხ სხვათა შორის ბატონმა ჯემალმა რაც ბრძანა ბრიფინგის ჩატარება რომ არ უნდა გაყიდულიყო ეს შენობა ამას ჩვენ ხშირად მიმართავდით სახალხო დამცველი მესაკუთრეებთან ერთად ვისაც ართმევდნენ ქონებას ვატარებდით ასეთ ბრიფინგს ასეთი იყო მაგალითად თბილისში ამ გოგირდის აბანოები როცა ჩამოართვეს თავის ფლობელებს და ამას ჰქონდა ერთ-ერთი მიზანი მათ შორის ისიც იყო რომ თუ
კლასიკა ეგ გქონდათ რა აჩუქებინებდნენ სახელმწიფოზე, მერე ვითომ გადაყიდეს და კეთილსინდისერი მყიდველი და კეთილსინდის მყიდველს რო სცოდნოდა, რომ ვერავითარ შემთხვევაში ის ვერ იქნებოდა კეთილსინდისერი მყიდველი, იმიტომ რომ ეს იყო წართმეული ქონება და რამდენადაც ვიცი თქვენგან ვიცი ეს უკვე დღეს ეს ქონება რაღაცნაირად ისე მერის ბალანსზე თუ ცდები. ბოლო შეკითხვა ვერ გავიგე ბატონო ზუზან. ეს ქონება ვის მფლობელობაშია დღეს ვის ბალანსზეა? ეხლა? დიახ. საკუთრებაში. ეხლა საკუთრებაში ხო გითხარით ეს ისრაელი ოფშორ შეხვედრა? დღეს. დღეს არის გაპარტახებული, დანგრეული, სხვათა შორის ეხლა არის იმისი, რა ქვია, მერის საკუთრებაში. ის დანგრეულია რა, მოხდა იცით, თუნდაც საინტერესო იქნება. როცა სააკაშვილი იყო, მაშინ ეს ადგილი უნდათ რაღაც ისტორიულ ძეგლად გამოყენება იქ რაღაც ცხეთაში როა დაუშვათ იქ ტურისტებისთვის. ხო და ამ დროს ისინი გადაიყვანეს ქალაქის იმაში, რა ქვია, გარეუბანში. მოსახლეობა არ გადიოდა, იმიტომ რომ ძალიან შორს იყო იქ, არავინ არ წავიდოდა და მოხდა ესეთი ფაქტი, რა ესა ჭორის დონეზე ვიცით, ფაქტებით არა, მაგრამ რომ დაანგრიეს, ჩამოანგრიეს პენკელები, ძელი სიმხარებზე დიდი კონსტრუქცია და ახლა დაინგრა ბოლო-ბოლო გამოვიდნენ იქიდან და გადავიდნენ იმ მხარეს. იმის მერე დგას ეს ობიექტი და როგორ ეცე ნაგვის ბუდე, დანგრეული, მინგრეული საშინელ მდგომარეობაში. ისე რომ ეს ფაქტიურად მე როგორღაც რა მოხდა, არ ვიცი, რანაირად მოხდა, დღეს ებრუჩი შეიძლება შეხვიდეთ ნახოთ, მერის ბალანსზე არის ებრუჩის. ერთს დავაზუსტებ, კიდევ თქვენ ახსენეთ გორის დილის სტადიონი, იყავით რამდენიმე პარტნიორი. აი დანარჩენი პარტნიორები, აი მე აღარ მახსოვს შეხება არ. აი კი როგორ იყო კარგად, მაშინ ისე დრო იყო ბატონო რომ ფეხბურთელს ხელფასს გადახტავდოდა და თქვენია რამდენიმე კაცი ვიყავი და ხელფასს უხდით, მეტი არაფერი ინტერესი არ იყო და ხა არც კი მჭირდებოდა მე ხო, მაგრამ ეს ხო გაფორმებული იყო ეს მათი პარტნიორები. ახლა გამახსენეთ რომ შეგვიძლია არც კი მახსოვდა. და იმ დანარჩენი პარტნიორები